ეს მე ვარ ცნობილი ადამიანების ვიდეოში და ამას ვერავინ ამჩნევს მეგობრებო სტუდიაში ვართ როგორც იქნა მე და ენერჯი თითქმის ვერავინ ჩელენჯი ესეთია, რამდენჯერაც თქვენ მე დამამუღამებთ ცნობილი ადამიანის TikTok ვიდეოში, იმდენი ერთი ფულა გაქვთ თქვენ. ხოლო რამდენჯერაც ეს ვიდეო ისე ჩაივისროთ, თქვენ მე ვერ შემამჩნევთ, იმდენი ფულა მაქვს მე. ეხლა რაზე ვთამაშობთ? მე თუ მოვიგე, ჩემ YouTube გაქრობას უბრალოდ ისე ვუდგები, თვითონც არაფერი მოვხდარა და ჩვეულებრივ ვაგრძელებ. ხოლო თუ წავაგე, მე გავაკეთებ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩელენჯს ქართული YouTube-ის ისტორიაში. შეგვიძლია გადავიდეთ ვიდეოზე. პირველი მონაწილე არის ადამიანი, რომელიც ჩერეზე 6 ტიპით ყველა ადამიანზე გავიდა. გავიდა ამერიკის პრეზიდენტებამდე, გავიდა ფეხბურთელებამდე, მაგრამ მის ცოლი მაინც მასზე მაგარი TikTok-ერი. მოვახლოდით კაკუნას სახლს და კაკუნასთან გადავწყვიტე რომ ვიყო მუშას როლში, რადგან კაკუნას სახლში აქვს რემონტი. მე უკანა ფონზე ისე დავიმალები, რომ თქვენ ვერ მიპოვით, მაგრამ რადგან გაგიმარტივოთ საქმე, ამიტომ ათში მომეხმარება და მე და ათში ამ ვიდეოში ერთად დავიმალებით. იქნება ერთ-ერთი მაინც გვიც. აგივიდა ბიჭო. არა, კაი, მე და ფიფო დავიმალებით. აი, მიდი, არა, დაიმალეთ. ფიფო, შენ რო არ გაკომბინეზონე ათშისთვის რო გამომზადებინე მე. გადავჭირთ. აკუნა გაუდიშე და რაღაც და ურებს და ბიჭო მე ვხედავ რომ არის წინ ჰიპი. მოგითხარ TikTok-ი და ჩერეზე 6 ტიპი. ეხა გულში მაინც ესეთი ფიქრები მაქვს. აკუნას დისი არ ქონდეს გამზადებული ჩვენთვის ეხა და იგარ დამახმეტეს. ფიფო რამე ხო დამიპატაშკე გუჩველი. მე და ფიფო რამე გავუდიშავ რა კაკუნას მაკაცურ თემაში. ხარ ხოძე რომ ნახოთ კაკუნა? ვიღარ კაკუნა არ ვიცი. სათხარ რო დამალო არ გეტყობა იმიან. მაგრამ ოდნავ ხონდა გეყოდეს შენ ხარ. ოდნავ. ოდნავ გეტყობა. ეხა ორნი რო ვარ და ეხა ნახატი არ გამიგეცი. არა, იმენა მალიერს დაგამსგავს. ეს დაიჭი მამაჩემის გასაღებიც არ შევღებოთ. თორემ მანქანას უკვე საკმარისად დაეძრა მაგას. ეხა უკვე მარფა ვეღარ დამწვავე. ასე არა. კამედა ყურადღებას იმიტომ მიაქცევს რომ ფიფოს აგიხმევენ ბავშვად და ფიფო რა პუნჩი დგას მაგრამ ბავშვი რა პუნჩი მუშაობს რაღაცებს იმაში ლისავს და მე პოლიზატორს ავიღებ ფიფომ რაღაცას ვასწავლე ხო ნახატები აგარ ფუჭსორი დაგვრიდო არა კაც არა ეგ ვიდეოში მინდა რომ ყოფილიყო პროსტა და გუგას შიგნით უშვებ თუ სადუშვებ ვერ გავიგე არ გადმოვარდეთ ხო გუგა იქით ჯობია რა სადღაც მე-5-ს რო ვიტყვი მაგროს გამოიხედე რა შუაში რო იყოს არა ფიფო შენ არ გაიხედო. კაი ვიწყებ თუ შენზე სწორად ვიტყვი ამჯერადაც 10 რაღაციდან ერთს მაინც სწორად წააგე. თუ ეხლა გიკეთია სათვალე რომელიც გაქვს აწეული შუბლზე, ეგრევე წააგე. მერვე, თუ ეწევი სიგარეტს, პარლამენტ Silver Blues წააგე. ანუ გაიწევი, ცუდი არის მოწევა ჯანმრთელობისთვის. მაგას შენ გარდა ვინმე ეწევა შეჩერა. აღარ ვეწევი მე შეჩერა. აქოაზე გადავედი ბოლო ერთი. ბიჭო ძნელია რო იცნო პროსტა მე და არა, ეხლა აზე რო არ ხარ მომენტ თულია რა. ნახოთ ეგრევე რა. არა, აი ფიფო ისე დგას კაროჩე რა. ისეთი შევა. მიტო არის რა. რა საკეთებს თემა? ხალხო აი ეს თუ გამოიცანეს საღოლ ესე იგი იმსახურებთ რომ მე ეგ ჩელენჯი გაგიკეთებ. ამჯერადაც. ნახე. რა? გადაო ბიჭო. ეგრევე და ფიფომ დამწვა რა. უკან ფიფო და გუგა. კიდე ფიფო დაამუღამეს. ფიფო მაგრა დაგვიმუღამეს, კაროჩე. ადამიანი, რომელსაც შეუძლია რეპეტზე ისე გამოვიდეს, რომ ტექსტი არ იცოდეს და მაინც ყველას გვიყვარდეს და დაგვამახსოვროს თავი. მარტივად გითხრათ სადმე ვდივართ? You rappers can't fuck with me. I'm on a whole different level than y'all. Look, ناقشني يا خلي كبي. طاوي ربوني يا مغاري. ჩიტა რეკლამურა მოგესა. ვიცრო ვერ შედიადრე? სხვათა შორის აქ ვარ მე მეორეც. და ერთხელ ლეგენდარული რეპერი დაიბადა. და მე ისე მოკტა. ტრეკი არსებობს ხო? თუ რაღაც 15 არა. სივერნავში და მივყავარ სიოსკარი დაჰქრის ვერ პოულობ გზას დავიდე დიდი იყავი მე უფრო დიდი ვიყავი მე უაპატარა ვიყავი ესე ძალიან იძახის რომ აი არას პატარა ვიყავი
ზუსტად 3 საათი რაღაცას კაროჩე ვაწვალებდი ავკაც რა. მე მითხრა რომ არ გამოვაო რა. კაროჩე და მაგის მე პროსტო მეგობრო და სხვა რაღაცები ვცად. გაიგეთ. საათზე ხო ვერ გიცნობ? საათ მიკეთებ ყველგან და რავი, ეს საათი მიკეთებ პირველად ცხოვრებაში. ისე რომ არ დამწვა რა, ჩვენი მთავარი მისია არის. აი ეხლა რაღაცა იდეას ავითმა. ოტოტონით რო იყოს შენი ხმა რა, აქედან დინამიკიდან რო წამოვა. ან ბოლომდე ვერ მიხვდებიან რომ შენ ხარ. დავაი. რაღაცა წვრილად უნდა თქვა შეგიძლია. კაი, წინაზეც ეგრე მეუბნებოდა ხო? სულია ეხა. მე მასატაჟეს ტრეკინგი მაგო შენი არ მინდა ძმაო, პროსტა. დოშო. დაჟე თუ გინდა მიცი, როგორ რაღაცა არ მომღერო. მე არა, უნდა გამომღერო. მე და ლილა. ენერგი. ენერგი. ენერგი აგარიტევა. ბევრი ელოდა ენერგიის რეპს. თქვენ ვერ მოგხსით თავიდან კეპს. მე არ მივატოვებ ძმებს. და მათ დაუძახებ გლებს. შემოვიტან ახალ მიმდინარეობას ტრეპს. მაგრამ შენ რასაც რეპო მე მაგას ვიძახი ტრეშ. აი. იანგ. ბარაცი არ მაგ გადაგიხდი ქეშ. მოიცეთ სამ ბიტ შარტავს ეხა. ქვია ბარამე მიკროფონში. იო. აუ რანაირი ხმა. იო. ოტოტონი რატო არის? აი, ნახე. ის რო ქნა მე არის და ისეთი აუხსნელი. მეგობრებო, სტუდიაში ვართ, მე და ენერგი, როგორც იქნა დადგა ის მომენტი, როდესაც ჩავწერთ ამ ნანატრ დუეტს. დაელოდეთ. მეგობრებო, სტუდიაში ვართ, როგორც იქნა მე და ენერგი და დაელოდეთ ჩვენს დუეტს. ის იქნება სასწაული. პრუც მე და ენერგი დაელოდეთ ჩვენს დუეტს. ის იქნება სასწაული. ეხლა დავდო? კი, გავუშვი და ძალიან დიდი ნიძლავი მაქვს მოკლედ ხალხთან ამ ვიდეოში რა. მეგობრებო, სტუდიაში ვართ, როგორც იქნა მე და ენერგი. ენერგი! დამუღავეთ ენერგი! KG? KG, მაგრამ მივაწეო. KG მoni ვარ ტიპე? სტუდიაში სათვალე ქუდი და მასკა. სტუდიაში ვართ, როგორც იქნა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მე გავიმარჯვე. სხვათა შორის გვაქვს TikTok ედიტების გათამაშება. გააკეთეთ კრეატიული TikTok ედიტი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ პრიზები. პირველი ადგილი 250 ლარი, მეორე ადგილი 150 ლარი, მესამე ადგილი 100 ლარი. თავარი არის კრეატიულობა. დანარჩენს კი ავარჩევთ მე და ჩემი გუნდი. შემდეგი მონაწილე კი აპლიკაციის ყველაზე ჩქარი კაცია. კაცი, რომელმაც ყველას და ყველაფერს გაასწრო TikTok-ზე. გადახტა მოედანზე და ფეხი მოიტეხა იმის გამო, რომ რონალდინიოსთან ფოტო პროფილის ფოტოდ დაეყენებინა Facebook-ზე. მოვედით ბატონ ელიოვასთანაც ყველაზე ჩქარ კაცთან ქართულ TikTok-ზე და ეხლა უნდა განახოთ ჩემი ლუკი. შენ ვიდეო თუ მომიმზადე ძმაო? ვიდეო აი ეს შეიძლება გაიკეთო. აი ბავშვებმა დაგვინახეს ერთი და შანსი არის, მაგრამ თუ მაგ ბავშვებმა დაწერეს კომენტარი რომ ეს გუგა იყო, მაინც ჩემი წაგება გამოდის და წავაგე ძმაო. აბა დავიწყოთ ვიდეოზე ჩალენჯი. იდუმალმა კაცმა გამოთქვა სურვილი რომ დაუდგეს ელიოვას 1000 ლარზე. მეც კი არ დავაყოვნე და მოკლედ ვნახოთ ვინ გაუსწრებს. Let's go. მე ვერ ვხედავ, ხო იცი ხა კარგად აჩეს და იმებს და პროსტა მიმანიშნე როდის სიტყვა რომ დაიწყო არამე. იდუმალი კაცი ვერ აღმოჩნდა ისეთი სტაფი როგორც გვეგონა. მე ისევ დამომარცხებელი ვარ. მოკლედ next try bro. არც ხარაჩქარი ყოფილა ბიჭო. სამი რო თქვა უკვე აღარ იყო რა. მაგრამ არ ვიცი, მგონია რომ მაინც ვერ დამწვავს. მოწდა ხო? ეს ვიდეო მაგარი გამოვიდა. ეხლა ველოდებით დამონტაჟებას და დადებას. კი, ბაბა, კი, მე უცებ მარტივად. მე მგონია რომ აქაც ვერ მიცნობი. კიდე რა უნდა მეთქვა, იცი? 100.000 გამომწერამდე დამრჩა მგონი 1200 გამომწერი. 100.000 გამომწერზე ვათამაშებ Smarts. ეგ პირობა ისევ პირობაა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ გამოვჩენულ ვარ. და მაგის გარდა დღეს თქვენ თუ მე ამ ჩელენჯში მომიგებთ, მე გპირდებით, რომ ისეთ ჩელენჯს გავაკეთებ, როგორც აქამდე YouTube-ზე ჯერ არასდროს არ ყოფილა. გამოიწერეთ უჯო. ეს ვინ ყოფილა, ბიჭო? გაგასწრო, ხო? გამასწრო რომელია ვიდეო ნახე?
კი. მაგაცმა გამოთქვა სურვილი რომ დაუდგეს ელიავას 1000 ლარზე. მეც კი არ დავაყოვნე და მოკლედ ზაჭკარია შეძმოვა. თან ბიჭო მე ხო არ მარცხა არ ვეჯიბრებოდი დუმელი კაცი რანგში ვეჯიბრებოდი და ერთი სამი დრო ეგრევე გაიქცა ელიავას მოკითხა. სენსუს უზე ელიავა ვის გინდა თო ლაივიდან ვარ. მოდი ბიჭო გუგა არის? მოდი დავდგე. გუგა არისო? როგორ ამუღამებთ ამას? აი პროსტა როგორ უნდა შეამშრო გუგა? რადგან უკვე მე ვარ კომენტარში დავწერ ლაივიდან. დიდი ალბათობით ბათუმი თბილისის TikTok-ის ბირს ყველანი ადევნებდი თვალს. ლუკა კი ერთ-ერთი გმირია იმ ბიჭებიდან. დღეს ლუკასთან ერთად ასევე თიკოშა იქნება. ქართული TikTok-ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გოგო, რომელსაც აქვს უნიკალური სამსახიობო შესაძლებლობები. და ლევან დათუნა ვიდეოდან გიკითხავთ. მიყვარხარ ძმაო და ხალხი ელოდება გრანდიოზულ ვიდეოს, რომელიც ძალიან მალე იქნება. ეხლა მოვედით ლუკასთან და თიკოსთან. რაღაცა ციკლებს მეცადინეობენ და უნდა გადავიღოთ ერთად ისე რომ აქ უკვე მართლა გაგიჭირდეთ ჩემი გამოცნობა. მეგობარო, ცოტა ხანი რო ჩამეწერო შეგიძლია? აბა ეხა ესე შემამჩნევდე შენ? პროსტა ჯოხი არ მაქვს და ამის გამოყენება მიწევს, აი. საათმა არ დაგწვას. ყველგან მეკეთია ეს საათი და აი პროსტა გადავწყვეტე რომ ვაფშე ყველგან მეკეთოს რა. ვინმესთან კეტები ხო არ გაქვს ნაყიდი და არ დაგიწეროს შენის არ ხარ ჩემთან რომ კეტები იყიდეო გუგა. მაშინ რეპეტიციაში არ შეუშლი ხელს. მე ისედაც ვიცი რომ ჩემთვის უკან დავიარო. How to say in Chinese hide? 你好吗？你好吗？你好吗？你好吗 ？Yes。261 კომენტარი და 23000 ლაიქი. ვინმე შემომამჩნია? ბავშვი, მართლა ზანსაყარელია 1800 ლაიქია კომენტარი. მე მგონი გადავარჩივით. ეგარი, უკან გუგა იყო. ერთი კომენტარია ბიჭო. ამ მონაწილეს მე პირადად მისის ინფლუენსერს ვეძახი. 25 სხვადასხვა ვიდეოს დებს ყოველთვე TikTok-ზე და ცალკე YouTube-ს აკეთებს. მაშინაც YouTube-ს აკეთებს, როცა ძინავს. გავარ ახლა მეთევზეს? როგორ გამოიყურე? შვენიერია. სათხარ? მე კი. გააქვს მოფიქრებული ვიდეო? დაახლოებით. წავიდით მაშინ. არ გავხარ შემ ეგრე არის მანებიან მეთევზეები. რატო სათვალისწინო ხო? იმენა ტერორისტი ხარ აი ამის ლოჩი. დღესაც გამოვედი ლისზე, იმიტომ რომ როცა რაღაცნაირად ვიტვირთები ქალაქური ცხოვრებით, მინდა ხოლმე რომ განვიტვირთო სიმშვიდეში და მოვედი აქ იმისთვის რომ თქვენთვის ველაპარაკა ის ჩემი წვეტიანი აზრები, რასაც ძირთადად ოთახიდან გელაპარაკებით ხოლმე რა. დღეს გავღიზიანდი ძალიან ბევრი ავტომობილის გამონაბოლქვის სურვილით. რა მოხარი? უნდა ყოფილიყავი შესასვლელი 5 ადგილას, მაგრამ წავედი 2 ადგილას. ან კარგია ადამიანი შეუძლია გამარტოება სიმშვიდეში და რეალურად იმის გააზრება რომ it's okay რომ ხანდახან რაღაცები არ ხდება ისე როგორც გვინდა. ხო არის რა, რომ რაღაცა ისე რო ვერ მიდის ქვეყანაში, გემატება და სადღაც ამოხეთქავს რა და საფთევზა. პროსტა ადგილი ვერ. და რომ ისე არაპროფესიონალურად თევზაო. ხო. რომ დიდი ალბათ მომიწევს ჩელენჯის გაკეთება. ნახე, აბა გადახედე კომენტარი. აი ხა ჩავსკროლ. ბიჭო აქ როგორ ვერ მიცნეს? ხოდა. აი იმენ 1000%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიცმედი, რომ აქ მიცნობენ მერქი. ამიტომ ეს ქულაც ჩემთან წამოვიდა. შემდეგი მონაწილე ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილია. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ სადღაც რუსკას ვიდეოში მომიწევდა დამალვა. მესამე დوار კურიერი ვიდეოში და უკვე ძალიან შევიფერე. გამარჯობა. თუ ვერ მიცანი ძალიან კაია ჩემთვის, იმიტომ რომ წავაგებ თუ მიცანი. ავიდა რო შემოვედი მეგონა ვერ მიცნო არა და ეხლა მარტივად საცნობი ვარ. რაც უფრო რთული იქნება ჩემთვის უკეთესია. რა ვიცი, მომეხმარე. კაია, რას ვიზამ შენ როგორ არ დაგეხმარები? თუ დაგეხმარება, ყველაფერში გვერდში დაგიდგები. ოკეი. ჩემი გრანდიოზული ჩელენჯი მგონია რომ ვენდის უნდა დაუკავშირო. იმიტომ რომ ჩემი გული მაინც აქ არის. ამიტომ კომენტარებში არ დაგავიწყდეთ დაწეროთ #ბატონოგივი გუგას ზარზე უპასუხო. იმიტომ რომ
ეხლა თუ წავაგე, ბატონო გივი თქვენთან არ ეყვა მომიწევს. იცი როგორი მომენტი გადაიღეთ ჩემი აზრით, როგორ იქნება შენ ვიდეოს კაი. კატოს რო უღებ, რომ შედის ვენდისში რა და მე გავუღებ კარს და ვეთქვი შემოდინეთ. მადლობა. სანამ ვიდეოს გახსნი, მე ბურგერს გავხსნი. ხოდი ეს ბურგერს გავხსნი. მაგრა წაიღო. ერთი ვიდეოდანაც ხარ შევსრულოთ ბიჭო. ეს მარტო იმას მიუთითებს, რომ ქართველები ძალიან დაკვირვებული ერი ვართ. მან როგორ გიცნეს ბიჭო? არ ვიცი, მაგრამ პირობა. მე მომიწევს, რომ გავაკეთო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩელენჯი ქართული YouTube-ის ისტორიაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეგეძლება შენს. რომელშიც მონაწილეობის მიღება შეიძლება ყველას, მაგრამ საერთოდ არ ვარ ცუთხასიათზე, რადგან ამ ჩელენჯის გაკეთება მიწევს. უბრალოდ ერთი ადამიანის შეწუხება მომიწევს და იმედია მიპასუხებს. Алло.